და გადმოგცეთ საჭირო ინფორმაცია ამ ვიდეოს მეშვეობით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გადავწყვიტე ბლოგის აღდგენა და ბლოგი აღდგენილია უკვე, მის ამას ჩავაგდებ ვიდეოს აღწერილობაში. ახალი ბლოგი, ახალი სახელი, ძველი მასალები, რა თქმა უნდა. შესაბამისად ყველაფერი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს მიერ იქნა, ძველ ბლოგზე ატვირთული, შუტერს ცენტრალზე, იქნება ატვირთული უკვე ახალ ბლოგზე. ეხლა იქ რო შევხვალთ, ნახავთ, რომ მხოლოდ 8 სტატია არის, ძველი 16 წლის წინ დაწერილი. მიზეზი ამისი გახლავთ იმაში, რომ ის ბაზა, რომელიც მე მქონდა შენახული, ბლოგის არ არის თავსებადი, იმ ფორმატთან, რა ფორმატშიც არის გაკეთებული ეს ახალი საიტი, რაც ნიშნავს, რომ უნდა ხელით გადავიტანო ინდივიდუალურად, ასე ვთქვათ, ეს სტატიები, რასაც ჭირდება, დრო. ეს კარგიც არის და ცუდი არის, რომ ესე იგი მას დრო დაჭირდება, ალბათ თვეები დაჭირდება. კარგი ის არის, რომ პირველ რიგში გადავიმეორებ საკუთარ სტატიებს, იმიტომ რომ ბევრი რაც ვნახე, დავიწყებული მქონდა, რომ საერთოდ ეგეთი სტატია დაწერილი მქონდა. კარგი კიდე იმიტომ არის, რომ რედაქტირება მოხდება ამ სტატიების, სტილისტიკა გასწორდება, ორთოგრაფია გასწორდება, თუ რამე უხეში შეცდომები იქნება გასწორდება, მაგრამ შინაარსობრივად და ტონს სტატიების მე ხელს არ მოვკიდებ, იმიტომ რომ მე ამდენი წლის განმავლობაში ეს სტატიებს რაღაცაზე რო წერ, ეს მარტო სტატია არის, ასევე ჩემი აზრით ექსკურსია, საქართველოს იარაღის, ბრუნვის ისტორიაში და ამიტომ ჩემი აზრით ხო ეს ტონი და სტილისტიკა უნდა იყოს შენარჩუნებული. თუმცა რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია ხა 16-17 წლის განმავლობაში რა თქმა უნდა ხა მე ისეთი შეხედულებები არ მექნება ნაწილობრივ მაინც და თავისთავად ცხადია უფრო მეტი ცოდნა მექნება მაგრამ მიუხედავად ამისა მე სტატიებს ხელს არ მოვკიდებ და ასე ვთქვათ მაქსიმალურად შევეცდები რომ ეს პირვანდელი ფორმა იყოს შენარჩუნებული იმიზების გამო თქვენ დაგისახელეთ ჩემი აზრით რავი მნიშვნელოვანია რომ ეს ნაშრომები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა არასწორი ჩემი მხრიდან ძალიან ეგოისტური საქციელი იქნებოდა რომ ეს ჩემ უჯრაში შევინახო და არავისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ამიტომ ეს ბლოგი გაკეთდა რავი ხურდაფული ნამდვილად მაგაში არ გადავიხადე მაგრამ ეს არის თქვენად გარეთ გატანილი და რავი სანამ ინტერნეტი იქნება რავი ეს ყველაფერიც იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის ვისაც იქნება ლინკი ამ ბლოგზე და შესაბამისად წვდომა ინტერნეტთან YouTube-ს რაც შეეხება და YouTube-ის არხს რაც შეეხება, მე არ ვაპირებ არაფრის კეთებას YouTube-ზე, გასართობად გამოვიყენებ და ისიც ალბათ უკვე ძალიან იშვიათად. მიზეზი ამისი გახლავთ, რამოდენიმე, პირველ რიგში ის არის, რომ YouTube-ი ზოგადად არის ანტიგანერული, რაც ნიშნავს ნებისმიერ მომენტში, შეიძლება დაგაბრალონ რაღაცა მათი სადღაც იქ დაწერილი და რა ვიცი, ვიღაცის მიერ ინტერპრეტირებული წესი დაარღვიეთ და საიტი გაქრება საერთოდ, თქვენი გვერდი YouTube-ზე გაქრება, როგორ გაქრება, იცით, რომ თქვენ კი არ დაგშებათ იქ რაღაც ადმინის წვდომა და ის უბრალოდ თქვათ სხვა ვერ ნახავს და იქ რაღაცების გაკეთება შეეძლებს. არა, ის გაქრება საერთოდ, ამოინგრევა YouTube-დან პრაქტიკულად უკვალოდ და მე რავი წარმატებებს გისურვებთ იქ არ ვქიოთ YouTube-ის საპორტთან თქვენი ვებგვერდის ბედი. კიდე ერთი რაც არის, რომ YouTube-ი არის ფუნდამენტურად არასწორი პლატფორმა იმისთვის, რასაც მე ვაკეთებ, ხო ეს არის ცოდნის გადაცემა. იმიტომ რომ YouTube-ი არის აგებული მოწონებებზე, ლაიქებზე, გამოწერებზე, რომელსაც აგენერირებენ მაყურებლები, შესაბამისად შენ თავიდან ბოლომდე ხარ დამოკიდებული მაყურებელზე, შენ იძულებული ხარ მაყურებელს უთხარ ის რაც შენ თვლი რომ მან უნდა იცოდეს, მათ შორის ხო არა ერთგვაროვანი კონტროვერსიული და არაპოპულარული თემები, არამედ ის რაც მას ის თვლის რომ მას უნდა, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში არის ამ სწავლის პროცესთან, ხო? შენ ცუდად ხარ ამ შემთხვევაში დამოკიდებული შენ მაყურებელზე და ეს მათ შორის დამგუფველად აისახება ამ ქართველ განთიუბერებზე, რა ვიცი, შეიძლება ესეთი ჯგუფი აქვს საერთოდ ესე დაარქვა მაგას. ხო და აგიხსნით მაგასაც რატომ. მე YouTube-ზე ხა იქ მათ შორის უკვე შეეწყო აი ამ დასავლურ განთიუბერებს ამერიკულებს პირველ რიგში ეს გავლენა ამ ყველაფრის და ეს ასე ვთქვათ შეიძლება ეცოდეს ჟარგონული სიტყვები გამოვიყენო იმისთვის რომ მიხვდეთ რას გულისხმობა გატრუქდა გაპაფსავდა და აი ეგეთი რაღაცეები რა იმიტომ რომ ისინი იძულებულები არიან მასაზე გათვლილი კონტენტი შექმნა და მასაზე გათვლილი კონტენტი ვერ იქნება სპეციალიზირებული და ვერ იქნება შესაბამისად ბევრისთვის მოსაწყენი, იმიტომ რომ ეს უნდა შექმნა რაღაცა, რასაც პორნოგრაფიას ავითარი, ასე ვთქვათ, არის სანახაობრივი, აი ამ მოკლევადიან, აი ამ ასე ვთქვათ, სიამოვნებას და ეიფორიას იწვევს
და ანუ მუდმივად, ასე ვთქვათ, მე ამის მიწოდებით და ამ სიხშირით ვიდეოების ატვირთვით, მოკლედ ეს შენი კონტაქტი შენ მაყურებელთან ასე ვთქვათ ყარდება, რაც ისევ და ისევ ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში მოდის ამ სწავლის პრინციპთან. კიდე ერთი რამე რისის შესახებაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ თვითონ მასალა შეიცვალა, იარაღებზე. ხო, თქვენ რომ ნახოთ მაგალითად 30-40 წლის წინ, თქვათ, თუნდაც 20 წლის წინ, როგორ იწერებოდა სტატიები და რა ინფორმაცია იყო, ხო? მაგალითად აი ტიპიური იარაღის მიმოხილვაში, ხო, აი, თქვათ, როგორ აფასებდა ადამიანი, თქვათ, პისტოლეტს, ხო, ხა ძალიან ღრმა თემებში აღარ წავალ ჯურგმულებში. და როგორ ფასდება ახლა. და ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ რა. ტექნიკურ ნაწილს მნიშვნელობა აღარ ენიჭება უკვე. იმიტომ რომ იარაღი გახდა, აი ამ ჩვენი კონსუმერული ასე თქვა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი. ეს არ არის უკვე რაღაცა განსაკუთრებული, ეს არის უკვე დაახლოებით, გათანაბრებული რაღაცა, ტელეფონთან, საათთან, დანასთან, რასაც ყიდულობ მეტწილად შენ ხელმძღვანელობ არა, თქვა, ტექნიკური მონაცემებით და მაღაზიათებლებით, არამედ ემოციებით, ტრენდებით, მოდით და ესეთი რაღაცეებით. და თავისთავად ეს აისახა თვითონ ხარისხზე ამ რევიუების, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ეს რო ხდება მასობრივი მოხმარების პროდუქტი, თავისთავად ისეთი მასობრივი არა, ეხლა როგორც Coca-Cola, ხო, თავისთავად ცხადია, მაგრამ უკვე ეს აღარ არის უკვე რაღაცა ეს ნიშური სპეციალიზირებული პროდუქტი, ეს არის მასობრივი მოხმარების პროდუქტის ერთ-ერთი ნაირსახეობა. მასებს არ აინტერესებთ, ასე ვთქვათ, ეს დეტალები. გარდა იმისა, ხა თვითონ იარაღიც ხა იმდენად უკვე დაიხვეწა ის კონსტრუქციები, რომელიც ახლა გამოიყენება იარაღებში, რომ ხა სიახლე და რაღაც ინოვაცია მაინდა-მაინც არ გვხვდება ხოლმე, მოდით ასე ვთქვათ რა. და ამიტომ უკვე ეს ასე თუ ისე იქ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს არა თქვათ ტექნიკური ნაწილი, ასე ვთქვათ, რომ შეშექმნა მუშა კონსტრუქცია. ხო, მოწყობილობა, არამედ ხარისხის კონტროლი, ფასი და ესეთი რაღაცეები, ხო, როგორ დაწიო ფასი დაბლა, იმისთვის რომ შესაბამისად ასე ვთქვათ მეტი გაყიდო და მეტი მოგება მიიღო. მაგრამ კონსტრუქციული თვალსაზრისით ბევრი არაფერი საინტერესო მაინდა-მაინც ასეთი არ ხდება. მანქანებშიც დაახლოებით იგივე არის, ხო, ახლა არავინ აღარ სწავლობს კარბურატორის მომსახურებას და ეგეთ რაღაცას, ხო, მანქანები გამოდის უკვე რაღაც ზეთის შემოწმების საშუალება არ აქვს, უნდა წახვიდე ავტორიზებულ ცენტრში. და ცენტრში და იქ შეამოწმებინო, იმიტომ რომ იუზერს არ აძლევენ ამის საშუალებას, ხო? იმიტომ ზუსტად ანალოგიურად იარაღების თემაც იცვლება, მაგრამ ის არ იცვლება, მაინდა-მაინც კარგი მიმართულებით, ხო? ისევე როგორც მაგალითად ადამიანისთვის ადამიანი უნდა შეძლოს ზეთის შემოწმება მანქანაში. ამისთვის არ არის საჭირო ცენტრში წასვლა, ჩემი აზრით. თუ გინდა, წადი კი ბატონო, მაგრამ შემოწმების შესაძლებლობაც უნდა იყოს. და იარაღებში ეს ნეგატიური ტენდენციები მოკლედ შეიმჩნევა რა. აი სულ ხა ისე რო არ გამოვიდეს, რომ ისე ლაპარაკობ, ხო? საქართველოში ხა აბაშში ყიდება ეს CMMG-ის 9 მმ-იანი კარაბინები, ხო? R15-ის ბაზაზე შექმნილი. და საინტერესო რამე რაც ამ კარაბინებს გააჩნიათ არის ის, რომ ისინი იყენებენ კოლტს, რომელიც წარსულში უზის ჭიდი იყო და გლოკის ჭიდს იყენებენ. ორი კვების მექანიზმის შესაძლებლობა პრინციპში ყველაზე პოპულარული, როდესაც საქმე მიდის R15-ის ბაზაზე აწყობილ კარაბინებზე და პრინციპში ალბათ ყველა კარაბინზე, იქ ფეხად შეზე დაემატა, სკორპიონი, მდენად კარგი და პოპულარული ეს იარაღი, რომ სპეციალურად მისთვის შექმნილი ჭიდები ასევე ასე ვთქვათ, ადვილად ხელმისაწვდომი ხდება. ხო და საქმე რა შეეხლა აქ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს კოლტმა თავის 9 მმ-იანი კარაბინი შექმნა R15-ის ბაზაზე, ეს იყო პრაქტიკულად არა ახალი იარაღის შექმნა, რომელიც წააგავს R15-ს, არამედ R15-ის კონვერსია, რომ მას შეეძლოს სროლა 9 მმ-იანი ვაზნებით. ეს და ასევე კოლტის ჭიდის გამოყენება, რომელიც გამეორდება სინამდვილეში არის უზის ჭიდი ოდნავ გადაკეთებული. განაპირობა ტექნიკური თავისებურება ამ კონსტრუქციის, შეიძლება ითქვას ამ მიდგომის, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ხა ტექნიკურ დეტალებში ვარ წავიდე, ვაზნა გადის დიდ მანძილს, მანამ სანამ სავაზნეში მოთავსდება.
ეს ამას დამატებული ის რომ უზის და შესაბამისად კოლტუშჭიდები ორიგიანი გამოსასვლელი აქვს. ხო, წარმოქმნა ესეთი თანდაყოლილი პრობლემა, რომელიც ცნობილია ამ ტიპის იერარქში, კოლტუშჭი და მე ყველა დანარჩენში პრინციპში, ვინც რომელიც იგივე კონცეფციით შეიქმნა. ხოლო თუ ამ სისტემაში იყენებ გლოკის ჭიდს, გამომდინარე იქიდან რომ გლოკი ორიგიანია, მაგრამ გამოსასვლელი ერთრიგიანი აქვს და ასევე ვაზნის მიწოდების კუთხედან ჭიდის კონსტრუქციიდან გამომდინარე, მან ეს პრობლემა ასე მკვეთრად გამოხატული არ არის. ან შეიძლება თქვა, რომ საერთოდ ეს პრობლემა არ არის. იქ მიწოდებასთან პრობლემებს ეგეთ რაღაცები არ არის. ჩემთვის ახლა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს უკან მოხრილი მჭიდი გლოკის ესთეტიურად არ გამოიყურება ლამაზად და მე შეიძლება მერჩვინოს, ესთეტიურობიდან გამომდინარე და რეტრო ფილინგიდან გამომდინარე, ისევ კოლტუშჭიძე გახლილი CMMG-ს წარმოებული 9 კარაბინის ყიდვა, მაგრამ მე მაინტერესებდა, რომ თუ ეს იერარქი ახალია, ხო, შედარებით, იქ არის ეს პრობლემა კიდე, თუ უკვე იქ მოხდა კონსტრუქციის გადახედვა და ეს მიწოდების პრობლემა, ეს თანდაყოლილი და ცნობილი პრობლემა, რომელიც აქ ამ 9 კარაბინებს აქვს თუ არა. ხო და ეგ მაინტერესებდა და ვერაფერი ვერ ნახე ნეჩ მაგაზე. ვერაფერი აბსოლუტურად. იმიტომ რომ ხო, ეს უკვე ეს გახდა ესეთი ტიპის ინფორმაცია გახდა უკვე როგორც არის ისა რა ქვია, Z შემოწმება ზრავში. თვლიან რომ ეგ შენ საქმე მოკლედ ასე ვთქვათ არ არის. რაც ალბათ ცუდი არის, იმიტომ წარმოიდგინეთ თქვენ ქმნით პროდუქტს და თქვენ ყავთ ადამიანი მოხმარებელი, რომელიც ტექნიკურ დეტალებში არ უყვევან. თქვენ მაგას მიხიდით, რასაც გინდათ რა. რასაც გინდა დააჯერებ, რასაც გინდა ასე ვთქვათ მოუყვები, როგორც გინდა აუხსნი და აჭმევ ყველაფერს და აქეთა მხარეს ჩვენ გვინდა რომ ასე არ იყოს, იმიტომ რომ გავმეორდები მე როგორც ადამიანი, რომელსაც არავს არ ქონდა ბევრი ფული და ყოველთვის ასე ვთქვათ დარდებში და იმაში იყო, როგორ მეყიდა და ფული რამეში არ გადამეყარა, შეიძლება ერთ-ერთი მიზნად ვაქციე ის, რომ ადამიანებს დავეხმარო ინფორმაციის მიწოდებით, ვიცე მათ შესაძლებლობა გააკეთონ კარგი არჩევანი და დარჩენ გაოფილები და ფული არ დაკარგონ. ხვდებით? და ეს ყველაფერი აი საბოლოო ჯამში გამეორდები მოდის ყველაფერთან წინააღმდეგობაში, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს, მათ შორის YouTube-ზე. გარდა ამისა, აბსოლუტური უმეტესობა განთქმულების, დასალურების, ესენი არიან უკვე salesmen-ები, ხო, ისინი ყიდიან ან თავის თავს, ან რაღაცა პროდუქტებს, რომელიც მათ გააჩნიათ, შეიძლება იყოს რაღაც კურსები, შეიძლება იყოს რაღაც იარაღები, უმეტესობა იარაღებით ვაჭრობს. ხო, კითხეთ თქვენ თავს, ხო, ახლა salesmen-ს, თქვენ უნდა უყუროთ როგორც mentor-ს, ალბათ არა, ხო, იმიტომ პირველი რაც მას ამოძრავებს არის, გაყიდვები და მოგების მიღება. მე არ ვეძახი რომ YouTube-ი თავიდან ბოლომდე გაფუჭდა და აღარ ვარგებდა, არის უამრავი ჯერ კიდევ არის უამრავი YouTube გვერდი, რომელიც სთავაზობს ამ აუთენტურ საგანმანათლებლო აკადემიურ, მათ შორის საკმაოდ სანახაობრივ კონტენტს, რომელიც გარდა იმისა, რომ საინტერესო არის, თან სახალისო საყურებელი არის. პორნოგრაფიის ელემენტები აქვს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა კი, მაგრამ პარადი მიყავთ ასე ვთქვათ, აი ამ კორპორატიულ განთვიბერებს შეიძლება ასე დავარქვათ მაგათ. ხა ჩვენ მხარეს რა თქმა უნდა ხა ჩვენ ხა უნიკალურები არ ვართ, ჩვენთან იგივე პრობლემები არის, ეს პრობლემები უფრო მკვეთრად, უფრო მაღალი ხარისხით, უფრო მასშტაბურად არის გამოხატული. რაც პირდაპირ ჩემი აზრით მიუთითებს ზოგადად იმ აუდიტორიაზე, როგორც აი ამ ხალხს ყავს და ეხლა შევეცდები აგიხსნათ რაც გულისხმობ რა. თქვენ თუ გახსოვთ, Discovery-ზე მე მგონი გადიოდა ესეთი Sons of Guns ესეთი გადაცემა და საკმაოდ პოპულარული იყო, ხა მეც ვუყურებდი, თუმცა საკითხავ რაღაცებს აკეთებდნენ იქა, მაგრამ ეს გასაგები იყო, რომ მასაზე გათვლილი იყო შესაბამისად, ამიტომ მასის ინტერესებზე იქნებოდა მორგებული. შეიძლება ითქვას პირველი ესეთი საიარაღო პორნოგრაფიის მაგალითი შეიძლება მაგას ასე ვთქვათ დავარქვათ, ხო? საბოლოო ჯამში მე აღმოჩნდა, რომ ვინც იყო მთავარი გმირი ამაში, რაღაც პედოფილი აღმოჩნდა, მოძალადე აღმოჩნდა, ციხეში ჩასვეს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ცუდად დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ მათი დამასვლა დაიწყო საიდან, იცით? ერთ-ერთ სერიაში, ესე იგი, იქ მათ შორის ქალი მონაწილეობდა ამ ახალგაზრდა ამ ვიდეო სერიებში. ესე იგი, სცენა იყო, Desert Eagle-ის როლას გულისხმობდა რა, და ეტყობა ხა ეს ამან რაღაც ეს Desert Eagle დიდი პისტოლეტია, საკმაოდ დიდი უგუცემა აქვს. მოგეთ ეტყობა რაღაც ამ ვერ გაუგო ამ იარაღს და საბოლოო ჯამში ეს სცენა იწყება ისე რომ Desert Eagle უჭირავს,
რაღაც მომენტში ანუ ისuris და აშკარად ჩანს რომ ხელებში უჭირავს ბერეტა 92 და სცენა მთავრდება ისე თითქოს აი დეზერტიდან გაისროლა და ვახტა უხტა რა მაგარია ანუ საიარაღო პორნოგრაფია ნუ ეს შეამჩნიეს თავისთავად ცხადია და უკვე ჯვარს აცვეს ეს ხალხი რა რომ რას ქვია გვატყუებო და რაღაცაო და ასეთი რაღაცები და ანუ ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა და ჩვენ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება ანუ შეხვიდე ნახო რომ ტიპი ანუ იღებს ყუთიდან იარაღს და ყუთს აწერია გარკვევით ჩანს კადრში სახელი ამ იარაღს ამოიღებს რაღაცა ეს სასისხრო ამოიღებ იმიდან ცხელს იმიდან რა ქვია ქვაბიდან ესე იგი რაღაც ესე და მე აყოლებს რომ აი რაღაცა აი ეს იარაღიო და რაღაცა და მიყვარსო რაღაცა და სულ სხვა იარაღის სახელს იძახის რა და ანუ სულ სხვა იარაღის სახელს იძახის სულ სხვა იარაღი უჭირავს ხელში და სულ სხვა სახელი აწერია იმ ყუთს საიდანაც იარაღი ამოიღო და შენ უყურებ ხა და ანუ პირველ რიგში გავარდი ეგრევე კომენტარებში მე ხე კომენტარებში წავალ ალბათ დასხმა და რაღაცა და კომენტარებში დავხდა გაშლილი სუფრა იქ ორი თამა და დოქი ღვინო და რაღაცა და ბაბა ბიჭებო მაგარ ქართულ საქმეს აკეთებს და რაღაცა და ყოველ ჯერზე აი ესე ყარო ჩავმივარდება და გავბივარ კომენტარების სექციაში რომ მეთქი ეგ დასხმა დაიწყება იქ ხდება ესეთი გაშლილი სუფრა და აბა ბიჭებო და ქართულ საქმეს აკეთებთ რაც ჩემთვის არის ანუ გაუგებარი ხო ასევე ხო ანუ პრობლემა ის არის რომ ჩვენთან ანუ ეს გეიტკიპინგი არ არის გეიტკიპინგი რა არის იცით ანუ გეიტკიპერები არიან ტიპები ვინც ანუ ეს პლანკა უჭირავთ რა ანუ რაღაც სფეროში ხო ხდებით და ისინი გარკვეულწილად ანუ ტონს ქმნიან ასე ვთქვათ ხო ანუ რა მოსულა რა არ მოსულა რა არის სწორი რა არის სწორი ანუ ფილტრის ფუნქციასაც ასრულებენ გარკვეულწილად ხო ანუ გეიტკიპერების წყალობით ანუ საშუალო სტატისტიკური ვთქვათ ამერიკელი რო შევა ანუ ამერიკულ განთიულზე ის ეგრევე მიხვდება ანუ და ესე იგი სად არის ჭეშმარიტება და სად არის ჭეშმარიტება იმიტომ რომ იქ არის ამერიკაში ძალიან ბევრი არის ანუ შარლატანი ანუ აფერისტი და პოზიორი ასე ვთქვათ ხო ადამიანები რომ თავის თავს წარმოაჩენენ იმათ რაც ისინი სინამდვილეში არ არიან აი ეს გეიტკიპინგი გარკვეულწილად ეხა იმათ ყოფნას ვერ გამორიცხავს ანუ ისინი სულ იქნებიან მაგრამ როგორც მინიმუმ ანუ შენ შეგიძლია მარტივად გაერკვიო ანუ ჭეშმარიტება სად არის აი ჩვენთან ეს გეიტკიპინგი არის აბსოლუტურად მოშლი კი არ არსებობს უბრალოდ. იმიტომ რომ იმის მაგალითად რომ ეს გეიტკიპინგი აკეთონ და იმის მაგალითად ერთმანეთი აჩელენჯენ, ანუ პრაქტიკულად ერთმანეთს ახალისებენ. ასე ვთქვათ და ახალისებენ ხა რავი შედიხარ ხა ვიდეოზე ნახულობ ადამიანი რაღაც სიბნელეში რაღაცაზე ისuris კომენტარებში მე 15-6 კაცმა მიწერა რომ გონი მაგის გაკეთება არ შეიძლებაო და იმის მაგერად რომ ადამიანმა რავი წაშალოს ეს ვიდეო ან თქვას რომ რაღაც ისულელი გავაკეთე და მაგას ხო შნო ჭირდება რა ეს რო აღიარო რა რაღაცა მე იღებს ვიდეო სადაც ცდილობს ახსნას რომ ანუ მაგარი პროფესიონალი არის და უჭირავს იარაღი რომელსაც სამის დამწყობლები უკუღმა უყენია ანუ აი უნდა გააკეთო ეხლა ხო ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებ ასე თქვა და ამასთან ანუ ბრძოლას და ამასთან შეწინააღმდეგებას ერთი ადამიანის კუთხიდან არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ რომ ამას რო უწევ წინააღმდეგობას ხო ანუ უკან მარტო აგრესია გიბრუნდება მეტი არაფერი აღარ შენ ბადლობას მაგისტვის არ გეტყვის ეგ არის ძალიან სახიფათო საქმიანობა და მაგის გაკეთებას უბრალოდ აზრი არ აქვს იმიტომ რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ იმიტომ რომ ეს როგორც ბოროტება ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანის მიერ არ აღიქმნება ასე რა ანუ ვიღაცა ზის ესე იგი ანუ 24 საათი YouTube-დან ანუ რაღაც ზღაპრებს სისულელებს და ტყუირებს როშავს თუ ხა მაგის საქმეა რა ხა ხო ხდე შენ რა გინდა რა ხა რაღაც ანუ ეს არ ითვლება აქ ბოროტებად არ და არის ბოროტება სინამდვილეში ხო და ამიტომ შენ რო ამას აუდგები ანუ შენ გამოხვალ ყველა ვარიანტში ცუდ ტიპი რო ხა ხელს უშლი და ხა ის რა თავის ჭიას ახარებს და რაღაცა და ის რო ეს ადამიანები ანუ ქმნიან აბსოლუტურად არასწორ წარმოდგენას ანუ იარაღზე ანუ აი ამ მითებს და ლეგენდებს ქმნიან და ხელს უწყობენ აი მითების და ლეგენდების წარმოშობას ის რომ ისინი უქმნიან აბსოლუტურად არასწორ წარმოდგენას ადამიანს ანუ საქართველოში იარაღით რისი კეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება ისინი რომ ანუ ამის გამეორებას ანუ შეიძლება ადამიანი რავი გამომძიებელთან აღმოჩნდეს დაკითხვაზე ან რავი ექიმთან აღმოჩნდეს მიღებაზე იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ზიანი მიიღო მაგას უკვე არავინ აღარ უფიქრდება რა რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და თუ ეს ყველაფერი იყო არასაკმარისი ეხა ამას დაემატა კიდე ახალი ჯგუფი ანუ აი ამ ქართველი იუთუბერების ინფლუენსერების რომელმაც რაღაც მომენტში ჩათვალეს რომ ანუ მათ კონტენტში ანუ დღეს რაღაც იქ გოჩას ბურგერის და იმისი ემზარის ხინკლის
დაგემოვნებით იყვნენ მანქანაში დაკავებული და მოდი ახლა რაღაცას იარაღით გავაკეთებ, რომ ისევ და ისევ, ანუ ეს მოწონებები, ლაიქები და რაღაცეები მივიღო და ანუ საბოლოო ჯამში ვიხევთ ისეთ სფეროს, რომელშიც ნორმალური ადამიანს არაფერი არ ესაქმება. ამიტომ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხო ანუ YouTube ეს არ არის პლატფორმა, სადაც ჩემი აზრით ჩემნაირი ადამიანი ანუ უნდა რაღაცას დაეძებდეს. ამიტომ მე მივდივარ, ანუ გადავწყვიტე სხვა გზით წავიდე, ანუ ისევ და ისევ, ანუ old school dedicated page და თუ ადამიანი ანუ დაინტერესდება ჭეშმარიტად, ანუ იარაღით და თქვა ანუ ქართულენოვანი წყაროებით, ის ადრე თუ გვიან, ანუ თვითონ მოგაგნებს და დარჩება შენთან. რაც ჩემი აზრით ბევრად უფრო უკეთესი და ჯანსაღი ურთიერთობის ფორმა არის. აი ესე დამგვარად, იმედია მე რავი, კარგი ამბავი გავუწყეთ. ალბათ 1-4-5 თვე, ახლა მე ვიქნები დაკავებული ძირითადად ამ ძველი სტატიების რედაქტირებით და ატვირთვით. სხვა არაფრისთვის არ მეცლება. ვალი მაქვს, ესე იგი, უნდა დავასრულო ეს დანების სერიების ვიდეო და პრინციპში მე გადაღებული მაქვს, უნდა უბრალოდ დავარედაქტირო, სადაც უკვე დანების დაკეცვის უბრალოდ ფიქსატორის მოწყობილობებზე ვისაუბრებ და ამით ეს სერიაც, ასე ვთქვათ, დასრულდება და მე უკვე ანუ YouTube-ზე ალბათ კი არა და ანუ დიდ პაუზას ავიღებ და თავიდან ბოლომდე მივხედავ აი ამ ბლოგის განახლების თემებს.